ხდება კრიპტობაზარზე და რას უნდა ველოდოთ ბიტკოინი და ეთერიუმისგან. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ ბიტკოინს და ეთერიუმს და ასევე უცბად გადავალებთ თვალს ოქროს და ვერცხლს, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მოძრაობს და ძალიან საინტერესოდ მიდის. სანამ გადავართ ჩარტების განხილვაზე, მეგობრებო, კიდევ ერთხელ იმის დამადასტურებელი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ვინვის დაარტყავს, სად რა მოხდება, ყოველთვის როცა გაქვს შენ გეგმა, აუცილებლად გაყევი იმ გეგმას. ჩემი გეგმა მაგალითად იყო, რომ ვედეც ასაფულეში როცა ბაზარი ჩამოვიდო და აქამდე, მით უმეტეს ეთერიუმზე, ეთერიუმს უფრო დიდი კორექცია ჰქონოდა მაგიტომ. შევიძენდი ბიტკოინს და ეთერიუმს და ასევე შევიძენდი ერთ-ერთ ალტკოინს, უცბად განახებთ ამას, არ მაქვს მეგონი ჯერ დამატებული, არა, BNB STT. ოკეი. აქ დავიმატოთ. დავიმატოთ აქ. კი ბატონო. ნახეთ ახლა რა ხდება, ანუ ზუსტად აქაც თქვი ის, ნახეთ, ანუ ის წინადად ჩახაზულებია აქაც. Binance-ზე და ზუსტად ახსენე თუ რატო ვიყიდი მე Binance და რატო არ ვაკეთებ საერთოდ altcoin-ებში ინვესტიციებს, მაგრამ რატო გავაკეთებ ამ altcoin-ში ინვესტიციას? ანუ ვამბობდი რომ ბაზრები თუ გაუფასურდებოდა და ჩამოვიდოდა Binance-ი აქამდე ეთერიუმი და ბიტკოინი აი ზუსტად აქ სადაც არიან, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩემ cash პოზიციას გავყიდიდი ესე ვთქვათ ანაბარიდან და რაც მექნებოდა იმ თანხით შევიძენდი რა თქმა უნდა altcoins ამ შემთხვევაში BNB-ს, ეთერიუმს, ბიტკოინს და ეს ყველაფერი მე გავაკეთე ზუსტად მაშინ, როცა ყველას ეშინოდა, ანუ წარმოიდგინეთ ვიკენდზე დაარტყა ამერიკა ირანს და ორშაბათს არც იყო ბაზრები გახსნილი, როცა მე ვიყიდე ბიტკოინი და ეთერიუმი. ორშაბათს აი რა ვნახოთ, ანუ აი აქ ვიყიდე ბიტკოინი და ეთერიუმი, სანამ გაიხსნებოდა ბაზრები, იმიტომ რომ არ მაინტერესებდა მე უბრალოდ მივყვებოდი ჩემ გეგმას. და ყველა მოელოდა რომ ბაზრები წავიდოდა ქვემოთ და ყოველთვის ზუსტად ეგ ხდება, რასაც ყველა მოელი ზუსტად ეგ არ ხდება, ბაზრები წავიდა მაღლა. ზუსტად ანუ მე ეხლა ეგ ერთი რომ ჩემ გეგმას მივყვები და მეორე რომ ხალხის ემოციაზე ვთამაშობ, ანუ მე ვიცი რას ფიქრობს ის ხალხი, რომელიც ჩემ მეორე მხარეს ზის, ანუ მე თუ ვყიდულობ, ისინი ყიდიან, ხო? თორე ჩემი ორდერი არ შევისვებდა, ამიტომ მე ვფიქრობ თუ რატო ყიდიან ისინი და რას ფიქრობენ ისინი. და როცა შენ ესეთი ლოგიკით უდგები ინვესტიციებს და ტრეიდინგს, ყველაზე ესე ვთქვათ, იმ ყველა ტრეიდერს და ინვესტორზე 10 ნაბიჯით მაღლა ხარ, ვინც ასე ვთქვათ, შენ მეორე მხარეს ზის. ნუ, აქ მეხატა ეს რაკეტა რომ ამას თუ გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში გვექნებოდა ძალიან დიდი ზრდა, დღიურზე ვნახოთ რა ქნა. დღიურზე ჯერ ანუ გაარღვია, მაგრამ უნდა დადასტურდეს რა თქმა უნდა, შეუძლია დადასტურდეს აქამდე. ანუ double time frame-ზე არის აქ იდეალური setup-ი, რომელსაც მე თვითონაც ავიღებ ახლა. ვნახოთ ახლა აქ რა ხდება. უცბად რო გადავზომოთ, სანამ მაღალ time frame-ს განვიხილავ. სხვათა შორის აქ ბიტკოინზე მქონდა ენტრი და არ შემივსო, მაგრამ ეთერიუმზე ისევ ამ ტრეიდში ვიზუალ აი წარმოიდგინეთ სად შემივსო, აი ამას ქვია spot-on. აქ შემივსო თუ არა, ნუ რა თქმა უნდა, 3 TP მაქვს დაფიქსირებული და უკვე 10% მაქვს დატოვებული, რომელიც ახლა ძალიან დიდი მოგებაში არის და ახლა stop loss-ი მაქვს აწეული აი აქ. ნუ თუ გავბასურდა, გამსტოპავს, მაგრამ it is what it is, ძალიან კარგი მოგება დაფიქსირდა აქ. ნუ მოკლედ ეთერიუმში შემივსო, ბიტკოინში არა. და ვნახოთ, აი აქ უყურებ მე სხვათა შორის ტრეიდს, მაგრამ ანუ არის ორი ტრეიდი, ერთი არის აქ, ერთი არის აქ. ვნახოთ რას გვეუბნება 20 tools-ები. კი ბატონო. მე ამ შემთხვევაში აგრესიულს ავირჩიო, მეგობრებო, გამომდინარე იქიდან, რომ ანუ 4 საათიანზე რა ხდება? კი, 4 საათიანზე უკვე გავარღვიეთ. ნუ პირველი არის აი აქ, double time frame-ზე. და მეორე არის რა თქმა უნდა აი აქ, რომელიც ესეც არის ძალიან კარგი setup-ი სხვათა შორის, მეგობრებო. ნუ პლუს მინუს entry და stop loss თქვენ თვითონ განსაზღვრეთ double time frame-ზე, მაგრამ ეს დეფენსიური ძალიან კარგი არის. ვნახოთ აგრესიული. აგრესიულსაც კარგი setup-ი აქვს სხვათა შორის is not that bad. წესით არ უნდა განვიხილოთ ჯერ setup-ები, მაგრამ it's okay. აგრესიული უფრო მომგებიანი იქნება სხვათა შორის, ანუ უფრო ძალიან კარგი risk reward-ი აქვს, მაგრამ ორი setup-ი არის. ამ შემთხვევაში შეგიძლია ან ორივე აიღო, მე ორივეს ავიღებ.
ან შეგიძლია ესე ვთქვათ ის შენი 1% დაყო 0.5%-ად, ან უბრალოდ შეგიძლია რომ ერთი ტრეიდი აიღო და შენი თავი ავარჯიშო ლოდინში, მაგრამ თუ იცი რას აკეთებ, შენ თვითონ უკვე გეცოდინება რას აკეთებ. მე ვიცი რასაც ვაკეთებ, ამიტომ ვიღებ ორივე ტრეიდს ვითოეთე 3 ეთერიუმი, იმხელა მოგება დამფიქსირებინა რომ მაძლევს ჩემი risk management-ი იმის უფლებას რომ ესე ვთქვათ მე ავიღო ეს რისკი. მოკლედ გავარღვიეთ რა არის ახლა ლოგიკური მოვლენა. ლოგიკური მოვლენა არის ანუ როგორც თქვი ან გაიტესტოს აქ და წავიდეს მაღლა, ან გაიტესტოს აქ და წავიდეს მაღლა და გავტესტოთ უკვე $77,000 ლეველი, ანუ ეს დავატარგეტოთ. და შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება $83,000 ლეველის გატესტვა და მე მაღლა გვაქვს კიდე 88-იანი, მაღალ ტაიმფრეიმებზე რო გადავიდეთ, დეილიზე ვხედავთ ამას. დეილიზე ვხედავთ იდეალურად 78,000 კას, აქ კას აქ გვაქვს ერთი გაჩერება კიდე დაბალ ტაიმფრეიმზე და მე გვაქვს ეს, მე გვაქვს ამის ლიკვიდობა და მე გვაქვს უკვე ეს. რა თქმა უნდა ამას რომ გავარღვევთ, ჯერ უნდა გავარღვევთ ეს რომ წავიდეს აქ. და ესეც თუ გავარღვეთ და იყო ძლიერი გარღვევა, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დავულებთ, რას გავაკეთებთ, იმიტომ რომ შეიძლება აქ უბრალოდ იყოს ვიკი და წამოვიდეს ქვემოთ, ანუ უბრალოდ ლიკვიდობების აღება, სადაც მე ძალიან დიდ მოგებებს ვაფიქსებ, სხვათა შორის იმ ინვესტიციებიდანაც, რაც მაგალითად ორშაბათს გავაკეთე. იმიტომ რომ კრიპტოში ძალიან კარგი მოგებაში ვიქნებით, როცა ჯერ კიდევ ყველა წაგებაში იქნება და ესეც თუ გავარღვეთ, მეგობრებო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ bull market-ი, ანუ არ მიყვარს ამ სიტყვების ხმა მაღლა თქმა, I'm so sorry, bull market-ს არ ვეძახი და bear market-ს არ ვეძახი, მაგრამ ეს ლეველის თუ გავარღვეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვექნება ახალი all time high. ანუ it is what it is. ძალიან კლინ სეტუპები არის, სხვათა შორის ტარგეტებიც ძალიან კლინ არის, ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება და ეს არის ზუსტად რაც გვინდა ჩვენ ტრეიდერებს, ეს არის ვოლატილობა. საერთოდ არ ვუყურებ, ანუ ნიუსებს ვუყურებ იმ ფონით, რომ ესე ვთქვათ, ჩემი long term რაღაც, ესე ვთქვათ, გეგმები შევცვალოთ თუ არა, დავამატოთ თუ არა სხვა რაღაცებში ინვესტიციები და ასე შემდეგ, თორე ის რომ მე ეხლა ვუყურებ ფუნდამენტებს რომ ლონგი ავიღოთ, შორტი არის უდიდესი სისულელე. მაქვს ეთუპი ვიღებ, მორჩა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება და რა მოხდება, იმიტომ რომ მე მაქვს stop loss-ი და მორჩა. გადავიდეთ ეთერიუმზე, ეთერიუმზე ანუ აქ შემივსო, რა თქმა უნდა, ტრეიდი, რამაც ძალიან გამოხარა, იმიტომ რომ ბიტკოინზე არ შემივსო. და რა ხდება ეთერიუმზე? ეთერიუმი ცოტა სხვანაირად გამოიყურება, დღიურზე ვნახოთ, კი ბატონო, მაღლა აქვს, რა თქმა უნდა, კიდე ლიკვიდობა ასაღები აი აქ, მაგრამ 4 საათიანზე თუ ჩავალთ, ხედავთ რომ აი აქ ამ ლეველს, ამ დროპ-ოფს უკვე არ ეჯექტებს. რა თქმა უნდა 4 საათიანზე გვინდა აქ ამის გარღვევა, 4 საათიანზე თუ გაარღვია, სახიფათო ლონგი იქნება აქ, მაგრამ მე მაინც ვიქნები დაინტერესებული. ოღონდ დაბალი რისკით, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო ლეველი იქნება, ძალიან სახიფათო ტრეიდი იქნება უკაცრავად და ეს თუ გავარღვიეთ დეილიზე, მაგ შემთხვევაში გააქტიურდება ძალიან დიდი ლონგები და ტარგეტი იქნება $2,990. რა თქმა უნდა, ვართ რეზისტენსი და აქ შეგვიძლია ვუყუროთ შორტებსაც და რა იქნებოდა ჩემი შორტ სეტუპი, იქნებოდა აი ეს. თუ ჩამოვარღვიეთ ეს ქვემოთ დაბალ ტაიმფრეიმზე, რა თქმა უნდა, ვარ დაინტერესებული შორტ სეტუპით. და ეს იდეალური იქნება თუ მაგალითად ეთერიუმში ვიჯექი შორტში და შემდეგ ბიტკოინში ლონგზე, ეს იქნება ძალიან იდეალური, იმიტომ რომ ეს იქნება ჩვეულებრივი hedge ტრეიდი, რაც რა თქმა უნდა ყოველთვის კარგი არის, გამომდინარე იქიდან რომ არ აქვს მნიშვნელობა ბაზარი რას გაკეთებს, მაინც მოგებული გამოხვალ ბაზიდან. ეს რაც შეეხება ეთერიუმს და ბიტკოინს, მეგობრებო, ეთერიუმმა მაღალ ტაიმფრეიმზე უნდა გაარღვიოს, რა თქმა უნდა. ეს ლეველი რომ შემდეგ უკვე გქონდეს გატესტვა $3,000-ზე პლუს მინუს, კი ბატონო. თუ ჩამოვარღვიოთ ქვემოთ, თუ ვიცით რომ $1,600-იანი ლეველიც არის კიდევ გასატესტი. ახლა რაც შეეხება ოქროს და ვერცხლს, სხვათა შორის საპირისპირო ესე ვთქვათ, იდეალური ტესტი გააკეთა, ჯერ ამას შევეხოთ, რომ იდეალური იყო, მაგრამ აკეთებენ საპირისპირო სვლას, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ამ გაუგებრობაში და ომშიც ეს უნდა გაზრდილი იყო, მაგრამ ხედავთ, რომ რაღაც პატარა კორექციებს აკეთებენ, მაგრამ ჯამში მაინც ესე თუ ასე ნორმალურად მიდიან ვერცხლზე აქ იყო იდეალური მომენტი იმის რომ დაგვიფიქსირებინა მოგება, როცა მივამოვდი რომ ეს იყო იდეალური ადგილი საყიდლად წარმოიდგინეთ. ყიდულობ აქ, ანუ არ არის აუცილებელი რომ ეს აიღო, თქვათ რომ აქ საშუალოდ იყიდე, საშუალო ფასად
გექნებოდა უკვე 23-25%-იანი მოგება, სადაც დააფიქსირებდი რაღაც ნაწილი მოგებას და ამ 23-25%, ანუ წარმოიდგინე, რომ დიდი ინვესტორები კმაყოფილები არიან 10-12%, ანუ აქამდე იყო 8-დან 10%, მაგრამ ახლა S&P უკვე ბოლო წლებია 11-12% აფიქსირებს, ხო? ანუ გახარებულზე მეტნი არიან დიდი ინვესტორები. რა თქმა უნდა, მათ უფრო დიდი თანხაც აქვს და დიდი კაპიტალი, მაგრამ შენ თუ არ გააკეთეს პატარა კაპიტალით, რა თქმა უნდა, იმით კაპიტალამდეც ვერ მიაღწევ, ხო? ამიტომ წარმოიდგინე, რომ აქ რომ გეყიდა, კორექციაზე გექნებოდა უკვე რამდენ ხანში. თქვათ, რომ აქ ორდერი გეყენა, ანუ ჯერ იქნებოდი მინუსში და მე უკვე იქნებოდი პლუსში, ну წარმოიდგინე, ერთ თვეშიც არა, იქნებოდი ძალიან კარგ მოგებაში და აფიქსირებდი იდეალურ მოგებას, აი. აქაც მქონდა ეს როდის იყო, რომ ესე ვთქვათ, ჩანიშნული მქონდა, ნახოთ, უბრალოდ რომ აქედან აქ გავტესტოთ. კი ბატონო, 23-24%, ანუ იდეალური არის, ხო? შემდეგი ტარგეტი, რა თქმა უნდა, არის აი ეს. ცოტა ვერცხლი. მაღალ ტაიმფრეიმზე არა გვაქვს ისეთი ლეველები, რომ ვთქვათ, რომ აი ეს ლეველი უნდა გაირღვეს და ის ლეველი უნდა გაირღვეს და შემდეგ გავტესტავთ იმ ლეველს, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან დიდი დროპები. მაგრამ აქ ხედავთ, რომ გვაქვს ესე ვთქვათ, გასატესტი ადგილი, საიდანაც დაიწყო ეს დიდი ვარდნა, ну, მაგრამ აქ ლოკალურადაც გვაქვს აი მის გარღვევა. შემდეგ ხედავთ, რომ იდეალურად იტესტება და რა გვინდა ახლა გვინდა გავარღვიოთ ეს ლეველი და შემდეგ რა თქმა უნდა ერთ ჯერზე ну, მინდა მქონდეს პირდაპირ აქ გატესტვა და მე უკვე ამის გარღვევაც და ესე ვთქვათ, მაღალ და მაღლა სვლა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ვერცხლზე არ არის ესე ვთქვათ, ჯერ ისეთი სეტუპი და ისეთი price action, რომ შეგვიძლია რომ შევძლოთ ესე ვთქვათ, იმ კონკრეტული ლეველების განხილვა, ამიტომ ну ველოდებით ლოკალურად რა წარმოიქმნება, მაგრამ 1 საათიანზე და 2 საათიანზე ვხედავთ აი ამ ლეველს. გადავიდეთ ახლა უზბად ოქროზე. ну ოქრომ რა თქმა უნდა 4 საათიანზე, დეილიზე. ну აქაც დეილიზე არა გვაქვს არანაირი, აი გვაქვს ერთი ძალიან დიდი კორექცია, მაგრამ ხედავთ, რომ ანუ თქვენ თავს დავუსვით კითხვები, რატომ მოხდა ეს ვარდნა და რატომ მიდის ეგრევე მაღლა? იმიტომ რომ აქ ეყენა ორდერები და ყველას ორდერები შეივსო და არიან ხალხი მზად, რომ მიყიდონ აქაც და აქაც, ანუ ინვესტორები არიან მზად, რომ ყველა კორექციაზე იყდონ, რაც რა თქმა უნდა არის კარგი. ხედავთ, რომ აქაც იყო იდეალური გატესტვის ადგილი და ეგრევე ესე ვთქვათ, ბაზარი წავიდა მაღლა, ეგ ნიშნავს იმას, რომ აქ არიან მყიდველები. მხოლოდ 4 საათიანზე ხედავთ სერიოზულ ლეველს, ესე ვთქვათ, ოქროზე, რომელსაც ესე ვთქვათ, ვარეჯექტებთ, იმიტომ რომ ლეველი არის აი აქ და დავარეჯექტეთ. ну თუ გავარღვევთ ამ ლეველს, ალტაიმიდან ისედაც არა ვართ შორს, მაგრამ გვექნება ძალიან დიდი ექსპანსია ჩემი აზრით და ვერცხლსაც გაიყოლებს და გვექნება აქაც ძალიან კარგი იდეალური ზრდები. სულ ეს იყო მეგობრებო, ასევე დაელოდეთ VDC საფულის updates, იმიტომ რომ დავამატეთ. როგორც გითხარით, BNB იდეალურ ფასად უკვე მოგებაში ვართ, დავამატეთ კიდე ეთერიუმი და ბიტკოინი, იმიტომ რომ თქვი რომ ქეშს გავყიდიდი და ქეშით ვიყიდიდი ასეტებს, ну დავამატებდი ოქროს ვეთქი უკაცრავად ბიტკოინს და ეთერიუმს, მაგრამ ახლა ვერსაც დავამატებ და რა თქმა უნდა ამ თვის ბოლოს როგორც ყოველთვის ასევე ვამატებთ ბიტკოინს, ეთერიუმს და ოქროს. და ქეშის მაგალითად სხვათა შორის ქეშს აღარ შევინახავ, იმიტომ რომ ქეშის შენახვასაც რა თქმა უნდა თავისი წესები აქვს და თავიდან რომ დავიწყე ქეშის შენახვა, თქვი თუ რატო დავიწყე ქეშის შენახვა, იმიტომ რომ ბაზრები იყო ძალიან ძვირი, ამიტომ მე არ ვარ სულელი, რომ ბაზარი როცა არის, მაგალითად ეთერიუმი და ბიტკოინი ავიღოთ, ბაზარი როცა არის აქ და აქ, რომ აქ დავიწყო, ანუ DCA რო დაიწყო, რა თქმა უნდა არის ყოველთვის ჭკვიანური, მით უმეტეს როცა არა გაქვს შენ კონკრეტული ასეთი, მაგრამ მე ვთქვი, რომ ყველაფრის ერთ ჯერზე ინვესტიცია არის უდიდესი სისულელი, იმიტომ რომ all-time high-ებზე ვარ და არ არის ჭკვიანური, ამიტომ ჩემი კაპიტალის რაღაც ნაწილი ვიყიდი აქ, შემდეგ ორდერები დავდე ქვემოთ და ქვემოთ, ასევე DCA-ს ვაკეთებდი და ასევე ქეშს ვინახავდით, ხომ? და იმ ქეშის დანიშნულება იყო, რომ ბაზრები რო გაუფასურდებოდა და მაშინ მიგვიღო ჩვენ ეს benefit და მაშინ გამოგვეყენა ეს ქეში, ხომ? ამიტომ ჩვენი სტრატეგია იდეალურად მიდის, ამიტომ მეგობრებო, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.